ბატონ ბიძინა ივანიშვილს თაკო ხაკაძემ დაუსვა შეკითხვა მესამე პოლიტიკური ძალის თაობაზე და ძალიან საინტერესო იყო მისი პასუხი და ჩემთვის იყო საინტერესო იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი თავად აცხადებს მზაობას ქვეყანაში შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, რომ ის იქნება ამ ძალის მხარდამჭერი, ამაზე საუბრობს ბატონი ბიძინა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მიგვანიშნებს მის დემოკრატიულ ბუნებაზე და მის დემოკრატიულ სულისკვეთებაზე. ანუ პრემიერი არ არის მხოლოდ ერთი პარტიის ქართული ოცნების ერთი კოალიციის ლიდერი. ის ამბობს, რომ მე ვარ მთელი პოლიტიკური სივრცის ლიდერი და მე მზად ვარ ქვეყანაში დაფორმირდეს და ხელი შეუწყო მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მხოლოდ ის არ გამეხარდა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა ჩემთან ჩაწერილი ინტერვიუ. ეს ინტერვიუ შედგა დაახლოებით 2 თვის წინ და სწორედ ამ ინტერვიუში ვისაუბრეთ ჩვენ მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირების აუცილებლობაზე. ბატონმა ბიძინამ მოიხსენია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ამ მესამე პოლიტიკურ ძალაში და მისი ლიდერი დავით თარხანმოურავი. მე ბევრი მეკითხება დღეს შენ ხარ ჟურნალისტიკაში და რატომ მოგიხსენია ამ კონტექსტში ბატონმა ბიძინამ. მინდა ამ ადამიანებს და ჩემს კოლეგებს უთხრა, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, მე და ჩემი თანამებრძოლები, ჩემი გუნდის წევრები, შესაბამისად მეც მათი გუნდის წევრი ვიყავი. და დღეს ეს ადამიანები დავით თარხანმოურავი, სოსო მანჯავიძე, ქალბატონი ადამ არშანია არიან პოლიტიკურ სივრცეში, ანუ მათ შექმნეს პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. მე ვრჩები ჟურნალისტიკაში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ კვლავ მეგობრები ვართ და კვლავ თანამოაზრეები, ამიტომაც გვახსენა ბატონმა ბიძინამ ერთ კონტექსტში, იმიტომ რომ ის კარგად იცნობს ჩვენს გუნდს და კარგად იცნობს იმ გზას, რაც ჩვენ ამ 9 წლის განმავლობაში გავიარეთ. მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, თუ ქვეყანაში იქნება მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ იქნება პოლიტიკური კარი გახსნილი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ბატონმა ბიძინამ განაცხადა ისიც, რომ შუალედურ არჩევნებში ასევე არის პოლიტიკური კონკურენცია და ის შინაგანად მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. ესეც არის უმნიშვნელოვანესი რამ, იმიტომ რომ შუალედურ არჩევნებში მე ბევრჯერ მithქვამს, კარგი იქნებოდა თუ ქართული ოცნება არ დააყენებდა კანდიდატურებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყველა ეს კანდიდატურა მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ბიძინას რეიტინგით სარგებლობს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც 0%-იანი რეიტინგი ჰქონდათ, მაგრამ ბატონი ბიძინას სახელით და გვარით, მისი დამსახურებით, მისი ავტორიტეტით მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში. ამიტომ ამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა პრემიერმა და დიდი მადლობა მას ასეთი მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის და ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. პარტიის თვითონ იდეოლოგია თუ ეთანხმება ქართული ოცნების იდეოლოგიას და რაში არ ეთანხმება რადიკალურად? იცით რა, ამაზე უფრო დეტალურად თავად პარტიის წარმომადგენლები გიპასუხებენ. მე გეტყვით, რომ ძალიან გააქტიურდა ეს პოლიტიკური ძალა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. ქუთაისის საკრებულოში უკვე უმრავლესობა ჰყავს ამ პოლიტიკურ ძალას, ეს არის ფრაქცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ასევე მაჟორიტარები საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. ეს ძალა აცხადებს, რომ ხარს უჭერს პრემიერ-მინისტრს და არა მარტო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ ამ გაერთიანებას და შექმნეს ფრაქცია ქუთაისის საკრებულოში. ესე იგი, საპარლამენტო ქალაქში, რომ შენ უკვე უმრავლესობა გყავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო პოლიტიკური საქმიანობისთვის. ასევე მე მაქვს ინფორმაცია ჩემი მეგობრებისგან, რომ ანალოგიური ფრაქციები შეიქმნება სხვა ქალაქებშიც, რომ ამ პროცესს ექნება უკვე ტენდენციის სახე და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ დაიშალოს ნაციონალური მოძრაობა და დაასრულოს მისი მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობიანად. ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვენთან ერთად ახსენა სალომე ზურაბიშვილი და ნინო ბურჯანაძე. თქვენ თუ აპირებთ დიდ პოლიტიკაში წახვიდეთ უახლოეს თვეებში ან წლებში? მე ვარ ჟურნალისტი და ვრჩები ჟურნალისტიკაში, თუმცა არავინ იცის მომავალში რა იქნება, მაგრამ მე ჩემ თავს მომავალში ჟურნალისტიკაში ვხედავ.